დევნილ ქალთა გაძლიერებისთვის, ასევე ღონისძიებას, რომლის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მინისტრი დავით ფაცაცია, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი თია ახვლედიანი, პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი და ქართული ოცნების ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები აფხაზეთიდან დევნილ წარმატებულ ქალბატონებს შეხვდნენ. ღონისძიების მიზანი დევნილი ქალბატონების ურთიერთდაახლოება, ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით არსებული პროექტების გაცნობა და მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელება გახლდათ. ღონისძიების ფარგლებში წარმატებული დევნილი მეწარმეები დაჯილდოვდნენ. მეწარმეებმა ისაუბრეს თავიანთ საქმიანობაზე, მათ წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე. მინდა ყველა დევნილ ქალბატონს მიულოცოთ დღევანდელი დღე, დედებს, რომლებმაც განსაკუთრებით გაზარდეს გმირები ომში დაღუპულთა დედებს პირველ რიგში და ზოგადად ქართველ დედებს, რომლებიც ღირსეულად და საკუთარი სამშობლოს სიყვარულს ზრდიან თავის შვილებს და ოჯახის წევრებს. დღევანდელი დღე ეძღვნება ჩვენ დევნილ ქალბატონებს და გვინდა მიულოცოთ დღევანდელი ესე ვთქვათ ღონისძიებით ჩვენს მეწარმე ქალბატონებს, მათი წარმატებული საქმიანობა გადავცეთ გარკვეული საჩუქრები და ერთობლივად საქართველოს პარლამენტთან ერთად, შერიგების სამინისტროსთან ერთად ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ყურადღება გამოვხატოთ ჩვენი დევნილი ქალბატონების მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ისეთი ქალბატონები, რომლებიც დევნილობაში ყოფნის მიუხედავად აღწევენ ძალიან დიდ წარმატებებს ყველა სფეროში და ამით კი ღირსეულად ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის განვითარებას, ჩვენი სამშობლოს გამთლიანების სულის კვეთებით. ამავდროულად აღსანიშნავია, რომ დევნილ ქალბატონებს ოკუპაციის და შეერღებული მოქმედებების თამდებ ძალიან მძიმე შედეგებთან და განცდილ ტკივილთან ერთად ასევე გამოცდილი აქვს ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან მშვიდობიან და ჰარმონიული თანაცხოვრება. მათ დღემდე აქვთ ურთიერთობა საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ მეგობრებთან, ახლობლებთან და სწორედ ეს პოტენციალი უმნიშვნელოვანესი, რომელიც ჩვენ გვინდა გავაძლიეროთ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებაში. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შედგა დევნილ ქალებთან. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ქალები სხვადასხვა ჯგუფს, სხვადასხვა საჭიროებები აქვს, სხვადასხვა საკითხები აინტერესებთ. რა თქმა უნდა, ამ ძალიან საინტერესო ფორმატის ფარგლებში ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ როგორც პარტიის ქალთა ორგანიზაციის ზოგადად ქალების მიმართულებით არსებულ პოლიტიკაზე გვესაუბრა და რა თქმა უნდა, მათი მხრიდანაც მოგვესმინა გარკვეული საკითხები, ასევე ელემენტარულად ერთმანეთის პირისპირ გვესაუბრა ბევრ საჭიროებო თემაზე. ძალიან კარგი ღონისძიება არის, კარგი სტიმულია ყველა ქალბატონისთვის, რომ არ გაჩერდეს, რომ წინ წავიდეს და ძალა ერთობაშია ოჯახშიც და სახელმწიფოშიც.